როგორ ხარ? კარგად, დიდი მადლობა ნიკა. არ გძინავთ არც თქვენ როგორც ხედავთ. ესე გვიწევს რა ვქნათ. ეგ ყველაზე უფრო ნაკლები პრობლემა იქნება თუ ამ ქვეყანაში რამე სასიკეთოდ შეიძლება. ნიკა, თუ უყურეთ თუ არა, აუცილებლად შეიძლება. იმედი მაქვს. თუ უყურეთ ჩვენს კადრებს, ალბათ ამის დრო არ ქონდათ, მე გეტყვით რომ ჩვენ ვაანალიზებთ, ხო, ნუ იქ რობოკოპებიც ნახეთ, სიგნალის ჩამხშობი მანქანები რაც ყველაზე უფრო ნიშანდობლივია, როგორც ჩანს თუ იქნება შტურმი მედიას გაუჭირდება მუშაობა, სიგნალის ჩამხშობი მანქანა ამას ემსახურება და ტელეფონებსაც მათ შორის და სხვა შორის და ერთი მნიშვნელოვანი გარემოება არის ის რომ ამას გვაჩვენებენ აფიშირებულად ოღონდ, იმიტომ რომ თუ რომ არ უნდოდეთ ჩვენ ამას ვერ გადავიღებდით და ვერ ვაჩვენებდით. რას ფიქრობთ ამაზე ყველაფერზე? პირველ რიგში მადლობა კიდევ ერთხელ. ამ ხელისუფლების საქმე პირდაპირ ძალიან ადამიანური ენით გეტყვით წასული არის. თუ კი მოვლენ ეს რობოკოპები, როგორც მოვლენ ისე წავლენ. როგორც დღეს სამსახურში გამოცხადდნენ, აი ისევე წავლენ სახლებში დღეს, გაიხდიან იმ სპეციალურ აღჭურვილობას და წავლენ დაუბრუნდებიან თავთავიანთ სახლებს და ხვალ ისევ გამოცხადდებიან, მერე ზეგ ისევ წავლენ ალბათ ეჩვენერ დღეს, ბევრი მათგანი სამსახურსაც თავს დაანებებს. იმ სამსახურს, რომელიც არის ერთი კაცის სამსახური და არა ქვეყნის სამსახური. ეს ადამიანები, ვინც დღეს იქ იქნებიან, აბსოლუტურ უმრავლესობა დარწმუნებული ვარ, არიან ბიძინა ივანიშვილის სამსახურში. და შესაბამისად, ისინი ვერ გაიმარჯვებენ თავისუფლების იდეაზე, ვერ გაიმარჯვებენ რომელიმე ცალკე აღებულ პოლიტიკოსებზე, პარტიებზე, არა. თავისუფლების იდეაზე ვერ გაიმარჯვებენ, ქართულ ხალხზე ვერ გაიმარჯვებენ, ხა რაც არ უნდა კადრებში გამოაჩინონ ფარები და სხვადასხვა აღჭურვილობები. ამას თქვენ გაჩვენებენ და ქართულ ხალხს ხო ხვდებით ნიკა, ამას ეს გამორიცხული არის. არ ხუმრობთ ჩვენ, ხო? ჩვენ ვართ იმ ბრძოლაში, რომელიც საამაყო არის. ბრძოლაში, სადაც ნატრულობს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი პატრიოტი ადამიანი. ნატრულობს, რომ მის თაობას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის აღშენებულის პროცესში. და აქ ვართ ჩვენ, ცოცხლები, ადამიანები, ახალგაზრდები, ენერგიით სავსე, რომელთაც გვინდა მხოლოდ რომ შვილები, რომლებიც დაგვებადება ამ ქვეყანაში და წამოიზრდებიან, მათი მშობლები არ ვფიქრობდით, რომ ამ ქვეყნიდან შვილები უნდა გადავიყვანოთ სხვა განვითარებულ სახელმწიფოში, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა არ არის განვითარებული და არც უჩანს პირი, რომ როდესმე განვითარდება ამ ოლიგარქის ხელში. აღარ გვინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ერთ დღეში 50,000-ზე მეტი სამუშაოს ადამიანი სეზონურ სამუშაოზე გერმანიაში გული მიუწევს, ხო? არ გვინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ოლიგარქი ეტაპობრივად აგუებდა მოსახლეობის დიდ ნაწილს უკვე რომ კი ბატონო, რახან თქვენ გიჭირთ, უნდა შეეგუოთ და რახან მე ვარ მართვის სადავეებთან და ვარ ოლიგარქი, იქ რაღაცეები გავაფუჭე, რაღაცეები მოვიპარე, მაგრამ ნუ რამს ვიზამ საქართველოა და ვიღაცა მდიდარია, ვიღაცა ღარიბია, რახან თქვენ ხართ ღარიბი, შეეგუეთ სიღარიბეს და ასე გაგრძელდება ცხოვრება ბოლომდე და სამწუხაროდ მოდი ვაღიაროთ რაღაცა პერიოდი ნაწილი საზოგადოებისა შეეგუა, იმიტომ რომ ჩაფლულები იყვნენ უმძიმე საყოფაცხოვრებო პრობლემებში, სიდუხჭირეში და არ ქონდათ უკვე ენერგია იმისა, რომ წინააღმდეგობა გაეწია რეჟიმისთვის, მაგრამ დაამთავრდა ეს დრო. სიდუხჭირე მეთოდია ადამიანების სამართავად, ნიკა და შეიძლება ზუსტად დაასრულდა ეს დრო, ამის გამიმდოდა, აი ვასრულებდი. დაასრულდა ეს დრო, როდესაც ჩვენ ნებსი თუ უნებლიეთ ვიყავით მორჩილებაში ოლიგარქის. მორჩილებაში, რომელიც თავის მხრივ სხვის მორჩილებაში არის. სერგეი გავრილოვების მორჩილებაში არის. ვინმე და დაწუნებული ვარ, მთელი საქართველო გუშინ თვალყურს ადევნებდა
ადევნებდა სასამართლო პროცესს, ხო? კვაზი სასამართლო პროცესს. გუშინდელი საპარლამენტო სხდომები. თუ მართლა ოდნავ მაინც ობიექტური ადამიანი ხარ, რაიმე ნიშანწყალი შეემჩნეოდა გუშინდელ იმ მანტია მოსხულ ქალბატონს, რომ ის მოსამართლე იყო? რა არის ზონდერ მოსამართლე თუ არა ის ქალბატონი, ვინც იქიჯდა? ვინ არის ბრმამორჩილებაში მყოფი დეპუტატი თუ არა გუშინდელის 88 დეპუტატი და ამათ ხელში ქვეყანა განვითარდება და ჩვენი შვილები ბედნიერები იქნებიან? ფული ვისაც აქვს ამ ქვეყანაში ნიკა ისიც აღარ არის ბედნიერი. თავარი ხალხი ქვეყანაში ქართველები ბედნიერები როდის ვიყავით ბოლოს აღარ ვიცით. ღარიბიც და მდიდარიც თანაბრად არის უბედური და პერსპექტივაც კი არ ჩანდა და გამოჩნდა ეს პერსპექტივა. თქვენ ახსენეთ ადამიანების ხარდაჭერას. იმედიც არის და შანსიც არის. გუშინ დღეს ვიხილეთ ჩვენ გავრილოვის პარლამენტის სასამართლო, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. დღევანდელი ხვალინდელი დღე არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომლის ჭედელები ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ და ჩვენ განსაზღვრავთ ჩვენს მომავალს. არ არსებობს ვერ გაგვაჩერებენ, იმიტომ რომ წადილი იმისა რომ ვიყოთ თავისუფლები არის უზომოდ დიდი. სურვილი იმისა რომ არ დავემონოთ ერთ უბირ ადამიანს, რომელსაც უბრალოდ ბევრი ფული აქვს, არის ძალიან დიდი და სიმამაცე, ვაჟკაცობა, გამბედაობა, რომ შევებრძოლოთ რეჟიმს და ბოლომდე გავაშიშვლოთ, არის შესაშური. მაშასადა მე რა არის საჭირო? და რა გვაკლდა აქამდე? გვაკლდა ის, რასაც ახლა ხედავ. გაერთიანება. ეს არის დროის საკითხი, ესე მეუბნებით. გაერთიანება, ერთობა, პარტიებს შორის ზღვარი წაიშალა, არ მერიდება ამაზე საუბარი. კი ბატონო, კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან გერთვებით, მაგრამ ახლა პარტიული ნიშანი, პარტიული რაღაცა ლოგო უბრალოდ აღარაფრის შუაში არ არის გულახდომობა. არც ჩვენი, არც სხვისი, არც კიდე სხვა პარტიის. ახლა არის ორი არჩევანი. ამ დგავართ აი ამ რობოკოპების გვერდით. ამ დგავართ ბიძინა ივანიშვილის, სერგეი გავრილოვის გვერდით, რომელთა თავზე წამოსკუპული არის სერგეი გავრილოვები, ხო? ამ დგავართ იმ ხარეს, სადაც თავისუფალი ქვეყნის თავისუფალმა ხალხმა თავისუფალი მომავალი უნდა მოიპოვოს, ან ღირსეული თავისუფალი ქვეყანა, ან ოკუპანტის ბორკილი და ციხით უბრალოდ ვერასოდეს ვერ შეაშინებ. იცით როდის? როცა ის ადამიანი, ვისაც დაჭერას უპირებ, ან იმ ადამიანს, ვისაც დაჭერას უპირებ, არის მართალი. როდესაც ადამიანი მართალი არ არის, როდესაც ადამიანი არის დამნაშავე, რაღაცა მოპარული აქვს, რაღაცა ჩადენილი აქვს, კი, შეიძლება შეაშინო და ბევრი შეუშინებიათ, ხო, ისტორიულად, მაგრამ ჩვენი შეშინება გამორიცხული არის, რაგჭი შესაშინებელი ხახდო. ზუსტად ვიცით, რომ ბედნიერება არის, ვიყოთ იქ, სადაც ვართ, ვერ ბრძოლოთ რეჟიმს, დავამარცხოთ და თავარი დავიწყოთ ამ ქვეყნის აღშენებლობა. რატო შეიძლება დანიაში, ბელგიაში, შვეიცარიაში იყოს ცხოვრების ის სტანდარტი, რომელიც არსებობს და რატო შეიძლება ჩვენ საოცნებოდ გქონდეს 2021 წელს იქაური არამხოლოდ დემოკრატიის სტანდარტი, არამედ უბრალოდ ცხოვრების სტანდარტიც. ეს ყველაფერი ჩვენ ხო შეგვიძლია, განათლებულებიც ვართ, ამბიციურებიც ვართ, ჭვიანებიც ვართ, კომპეტენტურებიც ვართ, კვალიფიცირებიც ვართ, რაღაცა ხო გვიშლის ხელს და ეს რაღაცა არის ადამიანი, რომელსაც საკუთარი პირადი მცველები ყავს და რობოკოპები ყავს მინისტრებად დანიშნული და ამას შევეგუოთ? არ შევეგუებით. ეხლა აი თქვენ ჩართვას დარწმუნებული ვარ, უყურებს, ექნებათ იმ რაღაცა ყაზარმაში ეხლა რომლის კადრებსაც რობოკოპებიც უყურებენ, დარწმუნებული იყავით, ნიკა. რაღაცა ძველი საბჭოთა ტელევიზორი პატარა მაინც ხომ ექნებათ, ხო? და ნუ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ძალიან მომრეობით გააჩერებთ მართა წრფელ ჩვენს ემოციებს, რომელიც ახლა მე ამ წუთას მალაპარაკებს, ხო? მე აქ ხომ არა ვარ მეგობრებთან ერთად 100,000-ობით საქართველოს მოქალაქესთან ერთად ყველაფერს თავი დაანებეთ, რომ დაგიპირებიათ ჩემი დაკავება
არჩევნებ გაყალბებული ხელისუფლების მონომორჩილებაში რო ხართ, მესამე ვადით რომ მიიტაცა ხელისუფლება და თქვენივე გაყალბებული შედეგებით უმცირესობაში რო ხართ და უმცირესობა უმრავლესობა რომ წაიღო და ყველგან რო თქვენ მოსკოვთით სამივე შტოში და გინდათ რომ თვითონ ეს ყველაფერი არ შევიმჩნიოთ, რატომ ჩათვალეთ რომ უკან დავიხევთ? რატომ ჩათვალეთ რომ არ ვიბრძოლეთ გამარჯვებამდე? ვიბრძოლეთ, არ გავჩერებულ ვართ 2 ნოემბრიდან მოყოლებული და გავდივართ უკვე დიახაც ფინიშის სწორს. და იქნება ჩვენი დედებიც, თქვენი დედებიც, თქვენი მამებიც, შობლებიც იქნებიან ბედნიერები ბევრად, როდესაც ბიზინა ივანიშვილის მოსამსახურე პერსონალები არ იქნებიან მინისტრებად, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი გაუნათლებელი ელემენტარულ წარმოდგენა რო არ აქვს. ბატონი გომელაური არ იქნება, რომელიც ერთი მხოლოდ მდიდარი ადამიანის უსაფრთხოებას იცავს და არა საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და ქვეყნის უსაფრთხოებას. ასე ხო, რამეს ხო არ ვიგონებ, ხო? რამეს ხო არ ვიგონებ. არ დანიშნა ამ ადამიანმა საკუთარი პირადი ცვლილებით ადამიანების გონიათ რომ ადამიანების ემოციურ მხარდაჭერას შეგვაშინებენ, არ არსებობს. ადამიანების ემოციურ მხარდაჭერას რამდენად გრძნობთ? აი ეს მაინტერესებს, აი ხა ამ გამთენიისას ძინარს გეკითხებით. რამდენად გრძნობთ? გრძნობ, აი კანითაც გრძნობ, კანით და ეს კანი მაქვს გრძნობი არა კანი. გრძნობ, არა არა, ნუ აი მე ძალიან მომწონს რომ იუმორი ჩემს წინა ეთერშიც და ეხლაც აი ესეთ ექსტრემალურ და რთულ განსაცდელებში იუმორის გრძნობას რო არ კარგავთ, მე ძალიან მომწონს. მაგრამ მართლა მაინტერესებს გულწრფელად ადამიანების ხალხაჭერას რამდენად გრძნობთ? აქ არის ხალხი, აქ არ მიდეხა უხერხო მაგათ ნებართვის გარეშე უბრალოდ არ იმალებიან, ახან აქ არიან, ხო? ადამიანები არიან, უბრალოდ მეც კი გამიკვირდა რომ აქ არიან. სიმართლე გითხრათ, აი მეც გამიკვირდა რომ აქ არიან. როდესაც გუშინ დავინახე და წარმოუდგენელი სოლიდარობა, მხარდაჭერა და მორჩა გათავდა, გავლებული არის ხაზი გავლებული არის, წილი ნაყარი არის უკვე და უკან ხო მაგრამ რუბიკონის გადმოკვეთას აპირებს ხელისუფლება, ჩვენ ვხედავთ ამას და ბოლოს მიგთხარით მოკლედ ვის წინააღმდეგ? მართალი ხალხის წინააღმდეგ და რასიზმს, აი რასიზმს. ახლა გინდ მელია დაიჭირე, გინდ არ დაიჭირო, ჯერთის ვერ დამიჭერთ მეთქე გეუბნები და რომც დამიჭიროთ, ამით რას მოიგებთ? აი რას მოიგებთ? მელია რომ დამიჭიროთ, აი რას მოიგებთ? ხო? გეთახმებით ნიკა ძალიან თქვენი ალბათ რა ვიცი ძალიან დიდი მადლობა რითი დაგეხმაროთ ხელისუფლებას მიმართავ არ ვეღარ დაგეხმარებით რომც მინდოდეს ეხლა ჩემი აზრითაც წაგებული მალევე გაიაზრეთ როგორც ინგლისურად იტყვიან lose game არის უბრალოდ win game ხო არსებობს და lose game-იც არსებობს ყველა შემთხვევაში მალევე გაიაზრო ნიკა მინდა ერთი გზავნელი გაუგზავნო მალევე გაიაზრეთ ჩემო კარგებო რო უკან უნდა დაიხიოთ მალევე რაც უფრო მალე გაიაზრეთ უკეთესია თორე ხა მე Facebook ვერზე ეხა ფოტო ავტვირთე რობოკოპების და ბერკუტის სპეციალიზელების საწყები რა დღეში ჩააგდო თავიანთმა ხელისუფლებამ მალევე როდესაც ხელისუფლებამ აძალა და ისინი საკუთარ ხალხზე და ფოტო ამისი შემოინახა ისტორია და იგივე დღეში არ ჩავარდეს ნიკა ვის მიმართეთ ეხლა ეს მაინტერესებს რა ეს საინტერესო დეტალი იყო ვის მიმართეთ ეხლა ამ წუთში რომ დროზე ქენით უკან დაიხიეთო ვის მიმართეთ და უკან დახევაში რა იგულისხმეთ ბიძინა ივანიშვილს აი ამ ძალოვნების არ ვიცი მინისტრები არიან თუ პირადი მსვლელები ბიძინა ივანიშვილს აბა ეხა კობახიძეს რა მიმართვა ხო აი როგორ უნდა დაიხიონ უკან რა უნდა ქნან მაშინ რას თავაზობთ მათ უკან დაიხიონ გაიაზრო ხახრო წაგებულია ფორმალურად ჯერ კიდევ ესენი არიან ხელისუფლებაში მაგრამ წაგებული აქვთ ან წავიდნენ ამას თავაზობთ ამიტობა არის უკვე ნულოვანი ამ ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ უშველის ცვლილებები და ეს შველა აუცილებლად მოვა უახლოეს პერიოდში და ეს ცვლილებები მოვა არჩევნების
არჩევნები ჩატარდება. ანუ წასვლას და არჩევნების დანიშნვას შეიცვლება ხელისუფლება პირდაპირ გეუბნებით ხელისუფლება შეიცვლება ხელისუფლება გახდება იძულებული ჩანიშნოს ახალი არჩევნები ჩვენ ჩამნიშნავთ ანუ ხალხი ჩანიშნავს ამას მოიცა გათავდა აბა ეხა ესე ქვეყანა რომ ვერ ფუნქციონირებს ხო სახელმწიფო ხო გასაგებია მთელი 2 კვირის განმავლობაში ხელისუფლებაში არიან და იმაზე საუბრობენ მელიამ უნდა გადაიხადოს გირა თუ არ მთელი 2 კვირის განმავლობაში ნორმალურები არიან ესენი კაცო? არა. და ადამიანი ვარ პარლამენტის წევრი, ჯერ კიდევ ფორმალურად და გადაწყვეტილებით ლაპარაკის უფლება ჩამომართვეს, ანუ გადაწყვეტილებით, იმ გადაწყვეტილებას არ დავემორჩილე და თქვი რომ მე უნდა ვილაპარაკო და წავედი გდანში, კამპანია ვაწარმოვე და მოუვგე მეგობრებთან ერთად გდანში არჩევნები. არა და არ მქონდა ამის უფლება, ნიკა, არ მქონდა გდანში კამპანიის წარმოების უფლება. მაგრამ აღარ დაუბრუნდეთ მაგას. ყველაფერი დღესავით ნათელია, ძალიან დიდი მადლობა. ძვირფას მაყურებელს მიმართ. არ ინერვიულოთ. ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად. ვარდი უეკლოთ არავის არ დაუკრეფავს. დიახაც, მე ვიცი რომ უამრავი ადამიანი ხარ ღელავს, ბუნებრივია, ყველა ნორმალური ადამიანი ღელავს, მაგრამ გამარჯვება ასე მოიპოვება და ასე მოპოვებული გამარჯვება, როდესაც ყველანი ერთად ღელავთ და ნერვიულობთ, ყოველთვის არის შედეგის მომტანი და არა უბრალოდ გამარჯვებული ზეიმობს გამარჯვებას დამარცხებულზე. ჩვენთვის გამარჯვება არის მაშინ, როდესაც ქვეყანაში ჩატარდება არაერთი წარმატებული რეფორმა, სადაც ბაბუაც, ბებიაც და შვილიშვილიც იქნება თანაბრად ბედნიერი და ღიმილი დაედება გაცილებით მეტ ადამიანს სახეზე ამ ქვეყანაში ვინც ცხოვრობს, ვიდრე უკანასკნელი წლების განმავლობაში მათ აქვს სახეზე, იმიტომ რომ არ ეღიმებათ უბრალოდ და მორჩა და გათავდა ბედნიერება რა არის, საერთოდ დაავიწყდათ. დიდი მადლობა ეს ბედნიერება მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა რომ დილა ჩვენთან ერთად დაიწყეთ.